და სულისა წმინდისათა ამინ. ძმანო და მესამე კვირას დიდი მარხვის აღინიშნება ჯვარ თაყვანისცემის დღე. თითქმის შვა მარხვა და აი ამ დღეს ეკლესიამ დაადგინა ჯვრის დღე, ჯვრის თაყვანისცემის დღე. რატომ ძმანო და იმიტომ რომ თუ ჩვენ მარხვა მართლაც გავიარეთ ჭეშმარიტად როგორც მარხევს ქრისტიანს შეეფერება, ანუ ლოცვებით, თავშეკავებით, მოთმინებით, სულიერი წიგნების კითხვით, მუხლდრეკით და ასე შემდეგ, მაშინ მართლაც 21 დღე საკმარისია იმისთვის, რომ სხეული რაღაცაერთ გამოიფიტოს, სხეული დაიტანჯოს და მოკლედ როგორც მაცხოვარი ჯვარს ეცვას ჩვენი სხეული. აი თუ ასია, თუ მართლაც ასე გავატარეთ მარხვა, დადგენილია ჯვარ თაყვანისცემა, ჯვრის ხსენება, რადგან მოგვეცეს ძალა შემდგომ დარჩენილ დღეებში, რომ გავიაროთ ასევე ღირსეულად ძმანო და მაგრამ თუ ასე არ გავიარეთ, თუ გავიარეთ უდებებით, ისევ სერიალების ყურებით, ისევ აძღვრობით, ისევ არაფერი არ წავიკითხეთ სასულიერო წიგნებიდან, მუხლდრეკაც ვერ გავაკეთეთ მომეტებულად, მაშინ მაინც სასარგებლოა და უფრო მეტად ალბათ ძმანო და დანო, რომ შევწყვეს ჯვრისა, შევწყვეს იმისა, რომ ღმერთი გარდამოხდა ზეცით, ჩვენთვის მოვიდა, ჩვენთვის ჯვარს ეცვა, ვისთვის და შევწყვეს და აი ამ სირცხვილმა, კარგმა სირცხვილმა ჯვრის ხილვით შევწყვეს და დანარჩენი პერიოდი მარხვისა გავიარო ღირსეულად ძმანო და დანო. ანუ ამდრიგად მართლელებისთვისაც და ზარმაცებისთვისაც სასარგებლოა ჯვრის თაყვანისცემის დღე და ეკლესიამ სრულიად სამართლიანად დაადგინა დღევანდელ დღეს ჯვრის თაყვანისცემის დღე. ძმანო და დანო, მე ამის შესახებ აღარ მინდოდა მეთქვა, მაგრამ თითქოს აღარც იყო ეს პრობლემა ჩვენს დიდებულ ქალაქში. იმდენი მართლია, იმდენი მართლმადიდებელია, ძირითადად მთელი ქალაქი თუ არა, ალბათ 80% მართლობს, რაც ძალიან სასიამოვნოა, ძალიან დიდებულია. მაგრამ არიან მცირედნი, რომელიც განსაკუთრებით ახალ მოსულებს ხვებსაც ცდილობენ რომ აცდუნო და აი ზუსტად ამ დღეებში დავიგონე კიდევაც, ითხრეს კიდევაც, რომ ესე იგი აი ესეთი რამ უთხრეს ზოგიერთს, მორწმუნეებს ცდილობენ რომ გააბნიონ, ან ახალმოსულები აცდუნონ, ჯვრის თაყვანისცემა არ წერიაო წმინდა წერილში. ესო მოიგონა ეკლესიამ და როგორ შეიძლება ვინც ჯვარს მაცხოვარი ჯვარზე გააკრეს და ის იარაღიო რომელზეც ჯვარზე გააკრეს, ესე იგი მაცხოვარი გააკრესო, თქვენო აღიარო სიწმინდეთო ძმანო და დანო. ეხლა ჯერეთი წინასწარ ვთქვათ, რომ წმინდა წერილში წერია უამრავ ადგილზე, რომ ჯვარს უნდა თაყვანისცეთ და ჯვარი არის სიწმინდე, უამრავ ადგილზე. მაგრამ მე მინდა ძმანო და დანო გაგახსენოთ ეხლა სულ რომ მოყვეთ, ძალიან დიდი დრო დაგვეხარჯება და ვერ მოისმენთ, ესე უკვე დიდი წირვა იყო მარხვის დღეებში, კვირის წირვები, ასილი დიდის წირვებია ძირითადად დიდხანს გრძელდება, ამიტომ მოკლედ რომ ვთქვა, თავარი ძმანო და დანო, მე მინდა რომ იცით ბევრმა და ყველამ იცოდეთ, როგორი წინასწარ მეტყველება იყო ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში ძმანო და დანო ჯვრის შესახებ. ეს არის ისაია წინასწარ მეტყველის მე-60 თავი, როდესაც და ისაია წინასწარ მეტყველს თქვენი წინ ეძახიან ძველი აღთქმის მახარობელს, იმდენად ზუსტად, სრულად და
უამრავი წინასწარმეტყველებია ბაას ახალი აღთქმის შესახებ და აი მოდით წავიკითხოთ და აი ამ წინასწარმეტყველებაში რომ ჯვრის თაყვანისცემას ვერ დაინახა, ნუ მართლაც სასაცილოა წამდა. დიდება ლიბანისა შენთან მოვიდეს. რა შუაშია დიდება? ლიბანის ნაძვზია ლაპარაკი. ესე იგი ხოდა ლიბანის დიდება სად მოვიდა რა თუ არ ამას არ გაიაზრებ ეს იყო ჯვარი ლიბანის ჯვარი რაზეც აწყვარი ჯვარს აწვეს ერთ-ერთი ხე დიდება ლიბანისა შენთან მოვიდეს კიპარისის ფიჭვისა და ნაძვის აი ეს ლიბანის ნაძვი და ადგილი ფეხთა შენთან ვადიდო. ესე იგი ლიბანის დიდება მოვიდესო, იმიტომ რომ ლიბანის ნაძვი იყო, რაზეც ჯვარს აწვეს, ნაძვის ჯიში ესე აწყვარი. და ლიბანის დიდება მოვიდეს და აქვეა განმარტებული გაუგებარი რა ლიბანის დიდება. ესე იგი კიპარისის, ფიჭვის და ნაძვის დიდება. როგორ? რას ნიშნავს? თუ ჯვარს გამოვტოვებ, რა ფიჭვის, რა კიპარისის, რა ნაძვის დიდება მოვიდა ახალ აღთქმაში, რა წინასწარმეტყველება ეს თუ ჯვარს გამოვიწყე. და ადგილი ფეხთა ჩემთა ვადიდო, აი ამ ჯვარზეც და მოვიდნენ ქედმოხდით და თაყვანის სენ ყვალთა ფეხთა შენთას. ამაში როგორ არ უნდა დაინახო ჯვარი? მაშინ აბა რა უნდა დავინახო? ლიბანის დიდება, ესე იგი ნაძვი, აბა რა ახალი წლის ნაძვზე ხო არ არის ლაპარაკი ძმანოდადა. ესე იგი იმდენად აშკარა წინასწარმეტყველება ჯვარზე ამის შესახებ. ზოგმა შეიძლება ძალიან მოკლედ გეტყვით ამას. თქვენ იცით ეს ისტორია. ზოგმა შეიძლება თქვას, რაზეა ლაპარაკი თუ ერთ ჯვარზე, ერთ ხეზე თქვა ნაძვზე გაეკრა მაცხოვარი, რაშვაშია კიპარისი, რაშვაშია, ესე იგი ეს სამი დასახელება ამ ფიჭვისა და ნაძვისა. თქვენ იცით რომ აბრაამმა როდესაც ლოტმა ახსარება უთხრა საშინელი ცოდვა თავის ბიძას, მამის ძმას, აბრაამმა იყო სამი გამხმარი ხე, აი ზუსტად ეს, კიპარისი, ნაძვი და ფიჭვი. ჩარგო ერთ ადგილზე, იმ ადგილზე დღეს ქართველთა ჯვრის მონასტერია, მანუდადამო და უთხრა, ესე იგი ლოტს, რომ წყალი მოიტანეო, წყალი იქარიდა. უდაბნური ადგილი იყო და ძალიან შორიდან კილომეტრებიდან მოქონდა წყალი ლოტს და რწყი ესაო, ძალიან სიცხეი. და როცა ამავდებაო, მერტყვა გაპატია, ეს იქნება ნიშანი, ეს ცოდვა. და აბრაამმა ლოტმა რამოდენიმე წელი რა ტანჯვა-წამება ეხა წარმოიდგინეთ 60 გრადუსიან სიცხეში კილომეტრებიდან მოიტანო წყალი და წყა და რამოდენიმე წლის შემდეგ აყვავდა გაიზარდა ერთ ხე სამი რაც ვთქვით ჩვენ ახლა და შემდგომ მაცხოვარი ჯვარს აწვეს ზუსტად ის ხე მოჭრეს და ამ ხეზე ამ დიდება ლიბანის ნავზე არის ლაპარაკი ზმანოდა და ეხლა კიდევ ძალიან ბევრ ადგილზეა ჯვართაყვანისცემა უამრავ ადგილზე ახალ აღთქმაში ასევე ძველ აღთქმაში მაგრამ შორს ვარ წავიდეთ მე მგონი ეს წინასწარმეტყველებაც საკმარისია იმ ვითომ ბიბლიის მცოდნე ვითომ ქრისტიანების რომლებიც ჯვარს არ აღიარებენ ჯვარი და არ აღიარება ქრისტიანებს შეიძლება წმინდა ესე იგი პირველი მეორე მესამე საუკუნის ისტორიკოსები ყველა აღიარებენ რომ ქრისტიანები იწერენ პიჯვარს და თაყვანისცემენ ჯვარს. ჯვარი რომ ქრისტიანების სათაყვანებელია და ჩვენი ძალა ეს საქვეყნო ცნობილია და ზუსტად ვისაც არ უყვარს ქრისტიანობა, ვინც ქრისტიანობის მტერია, ჩვენ ვიცით რომ ზუსტად იმათ ზუსტ ჯვარი ზმანოდა და ეს არის დადასტურება ყველაფრის. და მე მინდა კიდევ ერთი რამ ჩავამატო დღევანდელის ხადაგებას გებრათ მანუდა დანო თქვენ იცით ჩვენ ვიყავით ხროთის მთაზე იქ მირიანის სიწმინდეა ღვთის დიდება და ღვთის სიწმინდეა მაგრამ აი მირიანიდან გამოვლენილი და მირიანის მადლი არის ჩვენ ვიყავით ამ დიდებულ ადგილზე და
ყველა ამბობდა რომ თითქოს 60-ში ვიყავ ისე დიდებული ადგილია და მე რადგან დღეს ჯვრის თაყვანისცემა არ შემიძლია ასევე არ აღნიშნო ეს რომ ჯვრის გამორჩევა აი სა ჯვრის მონასტერია და ჩვენ წირვისმერე უნდა გავემგზავროთ დღეს მოილოცოთ იქ ცხოვრების ყოფილი ჯვრის ნაწილი და ჩვენ ესე იგი აი ეს ადგილიც მირიან მეფის ლოცვით იქნა გამორჩეული და მან დადგეს პირველად როდესაც დადგა აი ხროთიდან წამოვიდა მირიანი მოინათლა და დადგა დრო რომ ჯვარი აღემართათ რომელიმე ესეთ სახილველ ადგილზე მირიანმა ილოცა ძმანო და დანო და აი ეს ლოცვაც მინდა იმიტომ რომ ჯვრის შესახებ არის აქ ეს ლოცვის ფრაგმენტი მოვიყვანო აი ესე ილოცა მირიანმა უფალო იესო ქრისტე რომელმა თავი ქვისი და დაემკვიდრეს საშოსა ქალწულისა მარიამის და მე ჯვარს ეცვი დაეფალ გულსა ქვეყნისასა და მესამე დღეს აღსდებ ამაღლდის ზეცა და დაჯეთ მარჯვენით მამისა და მე მოსვლად განჟავ ცხოველთა და მყართა და ნახეთ ახლა ჯვრის შესახებ რას ამბობს და დაგვიტევე ჩვენ ნიში ჟულისა შენის ესე ნიში დაგვიტევე ჩვენ შენის ჟულისა დასარგვეველად უხილავთა მანქანებათა მტრისათა ესე იგი ეშმაკის ჩვენ ხო ვერთვის ეშმაკი აი ამ ეშმაკის მანქანების დასარგვევად ჩვენ დაგვიტოვებ იჯვრის წერა ესე იგი ჯვრით ბრძოლა ეშმაკისა ხოლო ჩვენ მოშიშთა შენთან მოგვიღებიე სასწაულა რაითა განვერნე ირსა ეშმაკისასა რომლისაგანცა წარყვენილ ვიყვენილ ესე იგი იჯვრის წერა ეშმაკისაგან დაგვიცავს და მისი მახისაგან ძმანოდან მართლაც რო წარმოიდგინო ეშმაკეული სიტყვები რო ჯვარი არ წერია ვარსად ეშმაკეული სიტყვები როა ნამდვილად და ეშმაკი რო ალაპარაკა ჯვარი არსად არ წერიაო და იჯვრის წერა ესე იგი შეიძლება ქრისტიანმა ეხლა რო წარმოვიდგინოთ რომ ჩვენ მარტო ვილოცებთ იჯვარი არ გადავიცნობთ იმცავსე მიხვდებით რომ ეს ეშმაკეული საქმეა ძმანოდან ხოლო არც შენ უფალო ღმერთო ინებე გამოცხადებაი ადგილისა ესე იგი გვიჩვენი ადგილიო რომელსაზე და აღმართოთ ნიში ჯვარისა შენის და როდესაც მირიამ მეფემ დაიძინა ძმანო და დანო სიზმისეულ ჩვენებაში მირიანს ეჩვენა ანგელოზი და უთხრა უფალს ნებავს რომ ჯვარი აღმართოთ აი სადაც დღეს ჯვრის მონასტერია ძმანო და დანო და იქ აღმართეს მირიანის ლოცვით ჯვარი ასე რომ იქაც კი მირიანის მადლია ძმანო და დანო ძალიან დიდი მეფე ამის შესახებ ალბათ ოდესმე მოვყვებით მირიან მეფის შესახებ რა დიდი სათნო კაცი იყო მირიანი და ესე შემთხვევით კი არ მოხდა არამედ მერთმა რატო ამოიჩია სწორედ მირიან მეფე და ჩვენ შევეხმიანოთ ძალიან მოკლედ და დავასრულოთ დღევანდელ სახარებასაც ძმანო და დანო უფალი ბრძანებს რომ ვისაც უნდა შემოდგომა ჩემთან აღიღე ჯვარი შენიო და უარყავ თავი შენი რომელსა უნდა შემოდგომა ჩემსა უარყავ თავი თვისი აღიღე ჯვარი თვისი და შემომიდეგი მე რას ნიშნავს ძმანო და დანო უარყავ თავი შენი ესე იგი ზოგიერთი ვერ ხვდება ეს რა წერია როგორ შეიძლება თავი უარყო აქ იმაზე კი არ არის რომ უარყო შენ მაგ პროფესიის რომელიმე პროფესიის ადამიანი ხარ და ის კი არ უქეოფა შენ უარყავ სამსახური შენი და შემომიდეგ მე დაანებე თავის შრომას და შემომიდეგ მე რა თქმა უნდა ეს არასწორია ესეთი გააზრება როგორ შეიძლება საერთოდ როდესაც რამეს ვერ ვიაზრებ წმინდა წერილიდან და ვფიქრობ რომ ეს რა თქვა უფალმა არ აწერია ეს სახარებაში ესე კი არ უნდა ეს დიდი ცოდვა ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ღმერთი არის ყოვლად კეთილი ეს ვიცი ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ღმერთი არის ყოვლად ბრძენი ესეც ვიცით ვაგერ ამიტომ თუ რამე გაუგებარი იქნება წმინდა წერილიდან ჩვენ უნდა ვთქვა ღმერთი ყოვლად კეთილია და ყოვლად ბრძენი ამიტომ მისი რჩევა არის ყველაზე დიდებული რჩევა ყველაზე სწორი რჩევა ჩვენთვის ამიტომ
რაღაცას ვერ ხვდები ეთყობა მე. მოდი გამოვიძიებ, მადლობა გმეცო ეკლესია ზუსტად იმისთვისაა, რომ გავარჩიო გვაქვს სწავლება, გარჩევა, სწორი გარჩევა წმინდა წერილის და აბა მე ეს თქობა სხვანაირად მესმის, არასწორად მესმის, აბა ნახოთ რა წერია წმინდა წერილის გარჩევაში, რას გვეუბნება ეკლესია, რას გვასწავლის მართლმადიდებელი ეკლესია და ნახავთ, რომ ის თურმე გაუგებარი ადგილი კი არ არის. აი თურმე რა დიდებულად ვარიგებს უფალი და რა სწორი ყოფილა და ჩვენ ესე იგი უნდა გამოვიკვლიოთ და ის არასწორი კი არ არის, არამედ სწორია და ჭეშმარიტია. გასაგებია თუ ამ აი ასეთი კუთხით გადავწყვეტ ჩვენ ყველაფერი ჩვენ საფრთხოდ იქნება ზმანოდა და მას რას გვეუბნება მაცხოვარი უარყავ თავის შენი და შემომიდე მე. ეს ნიშნავს, რომ ვინა ვართ ჩვენ დაცემული ბუნების ადამიანი. ყველა ადამიანი არის დაცემული ბუნების, ყველა ადამიანი არის მიდრეკილი ცოდვისაკენ, უამრავ ყველანაირ სახეობის ცოდვისაკენ, მიდრეკილია თან ისე კი არა ლაითა და ძლიერად, ძალიან ძლიერად და ამიტომ მაცხოვარი ზუსტად ამას გვეუბნება, უარყავ ეს შენი ცოდვიანი ცხოვრება, უარყავ ეს შენი ბნელი მისწრაფებები, უარყავ ეს შენი ბნებები და შემომიდებ მე, რომ დაიწყო ქრისტიანი ცხოვრება. აი ეს ამაზეა ლაპარაკი. და არა სხვა რამის. ჩვენ უნდა უარყოთ ჩვენი ცხოვრება, ცუდი, ბნელი, ცუდი მისწრაფებები და ვეცადოთ, რომ ვიცხოვროთ ქრისტიანად. დაგლოცოთ, გავხოთ და ეხლა ჩვენ თაყვანისცემ ჯვარს და რომელი საათია? 10 საათზე, ვისაც თქვენი მანქანით შეგიძლიათ პირველ საათზე გავიდოთ, 10 წუთი უგია მამათიეთ, პირველ საათზე ცენტრალური შემოსასვლელთან იქნება ტრანსპორტი და ესე იგი ვისაც არ აქვს საკუთარი ტრანსპორტი, წამოვა საერთო ტრანსპორტი. გავემგზავრებით ჯვარზე, ჯვრის და მერე ჯვრის შემდეგ ჩავართ პირდაპირში. და იქ ვინც არიცით რა ადგილი ეს, იქ სიურპრიზი ელოდება, მე გეტყვით რა წმინდა ადგილია პირდაპირ. იქვე ჩავართ, იქვე არის პირდაპირ. აბა დაგვრჩით.